დღეს 9 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტში სოფელ ისულაში წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი იკურთხა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. ტაძრის კურთხევის დასრულების შემდეგ საკვირაო ლიტურგია აღესრულა. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ყოველად სამდელონო მეუფენო პატიოსანო მამებო ძმებო და დებო დედებო გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გილოცავთ ამ შესანიშნავი ტაძრის კურთხევის დღეს ტაძრის კურთხევა მოხდა კვირა დღეს. ამიტომ მოკლედ მინდა მოგახსენოთ დღეს საკითხული სახარების შესახებ. იყო მოთხრობილი ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ გადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. უფალ იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად მიდის გადარინელთა ქვეყანაში, სადაც იყო ბოროტის სულებით შეპყრობილი ადამიანი, მძიმედ დაავადებული ძალიან, რომელსაც ჯაჭვები თაბავდნენ, მაგრამ იგი ამ ჯაჭვებს წყვეტდა და შიშის ზარს სცემდა მთელ იქაურ მოსახლეობას. და აი უფალმა განდევნა ეშმაკები მისი სულიდან, განკურნა იგი. შემდეგ ეშმაკებმა თხოვეს, რომ ნება დაერთო მათთვის იქვე ახლოს მყოფ ღორების კოლტში შესვლისა, მართლაც დართო მან ნება და ღორების კოლტი კლდიდან გადაეშვა ზღვაში. აი ესეთი ეპიზოდია საკითხული სახარებიდან. და რას ხედავთ ჩვენ აი ამ მონაკვეთიდან? პირველ რიგში ვრწმუნდებით იმაში, რომ ბოროტის სულები არსებობენ. და შეუძლიათ ზიანი მიაყენონ და დაღუპონ კიდევაც. არა მარტო ადამიანი, არამედ პირუტყვებიც, ცხოველებიც. მაგრამ ქრისტიანს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულიც არის, რომ ბოროტ სულებს შეეწინააღმდეგოს. რატომ? იმიტომ რომ უფალმა იესო ქრისტემ დაამარცხა ეშმაკის ძალა და დათრგუნა. როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი მოციქული, რომ ამიტომ მოვიდა, მოგვევლინა ძე ღმერთი, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი. კიდევ რას ხედავთ ამ სახარებიდან ჩვენ, რომ ბოროტ სულებს არა აქვს ძალაუფლება შევიდნენ არა მხოლოდ ადამიანში, არამედ პირუტყვებშიც კი ღმერთის დაშვების და ნებართვის გარეშე. რატომ უშვებს უფალი ამას, რომ ეშმაკი შემოვიდეს ადამიანში, სტანჯოს იგი? ეს ხდება ჩვენი ცოდვებისთვის. ღმერთი უშვებს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, დამდაბლდეს, შეინანოს და ამ გზით სული გადაირჩინოს. ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უშვებს იმიტომ, რომ შეარცხვინოს ეშმაკი. ეს კარგად ჩანს მართალი იობის ცხოვრებიდან, რომელმაც 1000 გვარი უბედურება დაიტანა, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკის სირცხვილს, დამარცხებას, მართალი კაცის კიდევ უფრო მეტ სიწმინდეს, გაძლიერებას და ღმერთის გამდიდებას. ამგვარად, როდესაც მოდის ეს საცდური, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, რომ გამოვავლინოთ ჩვენი სიმამაცე, ჩვენი სიქველე. ყოველი საცდური ეს იქნება გონებით, ჩვენს აზრებში თუ გრძნობებში, ეშმაკის ჩაგონებით მოდის.
და როდესაც ჩვენ დავძლევთ აი ამ საცდურებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვარცხვენთ ეშმაკებს ამით. და მათ ჩვენ ყოველთვის დაუცხრომელად უნდა ვებრძოლოთ. რა არის ჩვენი იარაღები ამისთვის? რწმენა, მოთმინება, სიმდაბლე, მარხვა, ლოცვა, პირჯვრის გადასახვა, ღვთივსათნო ცხოვრება. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ათესავი ბოროტი სულების განიდევნება მხოლოდ და მხოლოდ რითი? მარხვით და ლოცვით. მაშა სადამე აი ეს საშუალებები და იარაღები ჩვენ გადმოგვეცა თვით უფლისგან, მოციქულებისგან. და ვინც მოისურვებს გამოიყენოს აი ეს საშუალებები და იარაღები, ის ყოველთვის იქნება გამარჯვებული. როგორ შედის ეშმაკი ადამიანში? რა ვნებების საშუალებით შედის? შედის მემთვრალეობის საშუალებით. ნარკომანიის, ამპარტავნების, გაღიზიანების, მრისხანების. არსებობს კიდევ ვერცხლის მოყვარების ეშმაკიც. ადამიანებს აცდუნებს ასევე ბოროტი ძალა ხორციელი ვნებების მეშვეობით. აი ეს სიძვის ეშმაკი ყველაზე მეტად, ყველაზე ბევრ ადამიანს ღუპავს. და ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ ჩვენს თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ, უფრო გულმოდგინედ ლოცულობდეთ, გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს, უფრო გულმოდგინედ და აი ამ ღვთივსათნო ცხოვრებით, სწორი ცხოვრებით ცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ ჩვენ. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ამ ყველაფერს ან არ ვაკეთებთ, ან ვაკეთებთ ძალიან იშვიათად, ან ჯეროვანი ყურადღების გარეშე და ისევ და ისევ ცოდავთ. და უფალმა იესო ქრისტემ რა გითხრა ჩვენ? რომ არაწმინდა სული, როდესაც გადის ადამიანიდან ნათლობის, სინანულის, ზიარების მეშვეობით, ის შემდეგ ცდილობს დაბრუნებას ადამიანში. და როდესაც ხედავს მის სულს ცარიელს, ესე იგი სულიერი ღვაწლისგან დაცარიელებულს, უქმად მყოფს, ულოცველს, უმარხველს, ის შემოდის ადამიანში, თან მოჰყავს მასზე უფრო ბოროტი 7 სული და როგორც ამბობს უფალი, აი ეს უკანასკნელი ამ კაცისთვის იქნება ბევრად უარესი ვიდრე პირველი. მდგომარეობა. ასე რომ ძვირფასო ძმებო და დებო, აი დავფიქრდეთ აი ამ სახარების ამ მონაკვეთზე კარგად და გვახსოვდეს რომ თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ ჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი რომ მას არ ჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს არ არის ღვთისგან. არამედ უფრო გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ. როგორც გვასწავლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო გოგი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ შესანიშნავით აზრის კურთხევას ძალიან საზეიმო დღე არის დღეს. განსაკუთრებით მინდა ბატონო გოგი თქვენ დაგლოცოთ. თქვენი ოჯახი, მადლობა გითხრათ ამ ღვაწლისთვის და თქვენთან ერთად ყველა ვინც მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში, ღმერთმა შეგიწიროთ, წმინდა დიდმოწამე ბარბარე შეგეწიოთ, თქვენს ოჯახებს, თქვენ საქმიანობას, მინდა დავლოცო ეს შესანიშნავი სოფელი, ისულა, მისი მოსახლეობა, მთელი ჩვენი ეპარქია, სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქია
და ვისურვო რომ აი ამ წმინდა ტაძარში მრავალმა ადამიანმა გაიხაროს სულიერად და გადარჩეს ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ ჩვენ გვაქვს დიდი პატივი დღეს რომ ვესტუმრნენ ჩვენი ძვირფასი მდემთავრები და მე მინდა მეუფე დავითს ამბა ალავერდელს როგორც თქვენ განსაკუთრებულ ახლობელს თხოვო რამდენიმე სიტყვით თქვენ დაგლოცოთ და მოგილოცოთ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. გილოცავთ ამ წინვალე დღესასწაულს. როგორც მეუფემ თავის ქადაგებაში აღნიშნა, ბოროტი იბრძვის, ისე რომ არ ჩერდება, არ ისვენებს. დღეს საკითხული სახარება გვასწავლის ყველას, რომ მას ზალა არ აქვს და მხოლოდ თუ უფალი მიუშვებს, მაშინ შეიძლება მან ბოროტი ჩაიდინოს. ასევე სახარებაში ნათქვამი არის, როცა ერთი ეშმაკეული განიკორნა, იქ ძალიან საყურადღებო წინადადება წერია. როცა რომ მაშინ ბოროტის სულით იყო შეპყრობილი, ყველა საშინელდა, საზარელი ხმით ყიროდა და როდესაც განიკორნა, მაშინ ყველამ დაინახა, იჯდა ქრისტეს ფერხთით შემოსილი და გონიერი. შემოსილი საფრთხო მადლით, იმიტომ რომ მასზე აღსრულდა ეს სასწაული და გონიერი, იმიტომ რომ მას შეიცნო უფალი. დღეს იკურთხა ეს ტაძარი თქვენ სოფელში. მე ვიცი ძალიან ბევრი თანასოფლელი მონაწილეობას იღებდით ამ ტაძრის მშენებლობაში. და ბევრი ადამიანი დიდი ხანია ელოდა ამ ბედნიერ დღეს. ღმერთმა გამოაჩინა საშუალება, რომ ყველა თქვენთაგანი ქრისტეს ფერხთით შემოსილი მადლითა და გონიერებით ახსავსენი იყოთ და იმსახუროთ. დღეს ძალიან ბევრი იზიარენ თქვენთაგან. როგორც მეუფეს, ისევე ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, რომ ეს ტაძარი იქნება ყოველთვის სავსე მსახურებისას და ნათლობით მიღებული მადლი აქ თქვენი მოსვლით იქნება კიდევ უფრო გამტკიცებული. ბატონ გოგის, ბატონ თამარს ულოცავ დღევანდელ დღეს. არაფერი არ დაიშურეს, ყველაფერი დასდეს ამ სათნო საქმისთვის. ის კი არა, მეუფესაც უნდა უთხრა, დღევანდელ დღეს ესეთი დიდი სიხარული აქვს სალაყაიებს, იმიტომ რომ გოგი ერთი ძმა ჩვენთან იყო, ხოლო მეორე შორს იყო ამერიკაში. და გუშინ საუბრობდით, რომ არჩილი ამბობს, რომ სალაყაიებისათვის და მთელი სოფლისათვის რაიმე ნიშნულად დღე დავთქვათ, რომ შევიკრიბოთ ყველა. დღეს არჩილი არ ჩამოვიდა და თავის ძმის სიხარულსაც იზიარებს აქ. გილოცავთ ამ წინვალე დღესასწაულს, თითოეულ თქვენთაგანს გილოცავთ ამ დღეს და თქვენზედ არის ეს სოფელი თქვენი კეთილი სარწმუნოებით, ღვთისადმი ერთგულებითა და მუშაკობით ყველაზე უფრო კარგად რომ გამოჩნდეს. თუმცა ამ ეპარქიაში ბევრი ტაძარია და ბევრი მოძღვარი და შეჯიბს არ გულისხმობ, მაგრამ სიყვარულით ერთმეორებს ხარი მიეცი და ღვთის წინაშე. თქვენი წინამძღოლი, მიტროპოლიტი მეუფის წინამძღოლობით სასოფლოში ერთად დაგამკვიდროთ ღმერთმა. გილოცავთ დღესასწაულს. წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 2003 წელს დაიწყო. ტაძრის ქტიტორი გახლავთ გიორგი სალაყაია. მშენებლობის პროცესი გაიხსენა და ადგილობრივებს დღევანდელი დღე მიულოცა წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა ავგუსტინე დუნდუამ. უბრალოდ სკოლისა ყველა სულოცა, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანს დღეს სენაკის რაიონის სოფელ ისულაში იკურთხა წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი, რომლის მშენებლობაც დაიწყო ჯერ 2003 წლიდან. საფუძველი ჩაეყარა, სურვილი იყო ბატონი გოგის სალაყაიას, ვინც ეს ტაძარი ააგო, ეს ბრძანება პედაგოგის დამფუძნებელი, მისი წინაპრის მამის სურვილი იყო, რომ აქ ძველ ტაძარი, რომელიც დანგრეული იქნა 1907 წელს, აგებული იყო ახალი ტაძარი. თუმცა მან ვერ მოახერხა, სადაც რომ მისმა შვილმა განახორციელა ეს იდეა და ღვთის შეწერით, ღვთის წყალობით, დედა ღვთისმშობლის მფარველობით შეძლო
აქამდე მოსულიყავი და დღეს ეს ტაძარი იკუთხა. აქ მე გვერდით მდებარეობს სასაფლაო, სადაც იყო აშენებული წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარი, რომელიც ისტორიული წყაროებით ფიქსირდება 1891 წლიდან, რომ იქ მსახურება ტარდებოდა და დაიწყო. და დასრულდა 1917 წელს, ყველა მიხვდებით აუბედ პერიოდში, როდესაც წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია, ანექსია მოახდინა და ეს ტაძარიც დაანგრიეს. ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ თვითონ სალაყაიები და სწორედ აქედან გაჩნდა სურვილი ბატონი გოგის მამისა, რომელიც აქ გარდაცვლილია, ქალბატონი აგულინა გოგის დედა ცოცხალია და მათი გადმოცემით ვიცი, რომ მათ ჰქონდათ სურვილი აქ ტაძარი აგებულიყო. შვილმა განახორციელა და ავიღეთ ლოცვა-კურთხევა მღვდელმთავრისაგან და აქ დაიწყო, ჩაეყარა საფუძველი და დაიწყო ტაძრის მშენებლობა. გარკვეულ პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რამოდენიმე ხანი შეჩერდა მშენებლობა, თუმცა ყოველ წელს რაღაც ახალი ემატებოდა და მშვენდებოდა. და ბატონი გოგის სურვილი იყო ესეთი სილამაზით, სიმშვენიერი და სიდიადით წარმომდგარიყო ეს ტაძარი თავისი სრულები და სავსებით მეუფესთან, როდესაც ის მომბრძანდებოდა ტაძრის საკურთხევლად და თქვენც ხედავთ თუ როგორ გამშვენდა, როგორ აშენდა, ესეთი დიდებული გახდა ეს ტაძარი და ეს წმინდა ადგილი. აქაურებს განსაკუთრებით ულოცავ, მათთვის ეს ძვირფასი სალოცავი ადგილია. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ადგილი მათთვის განსაკუთრებული წმინდა არის. ჯერ კიდე ტაძრის მშენებლობიდან დაწყებული, მათთვის თითოეული ნივთი ამ ტერიტორიაზე, მათთვის ეს წმინდა იყო, მათ ეს საეკლესიო იყო, ეს საღვთო იყო და ამ სულისკვეთებით ბატონ გიორგისთან ერთად ყველა შემომწირველთან, ფილოსოფელთან, აღწყობლებთან ერთად შენდებოდა და შენდებოდა ეს დიდებული ტაძარი. აქ მოღვაწეობდა მღვდელი რომანუს კალანდარიშვილი, ესეთი ცნობილი მღვდელი, რომელიც ეს კალანდარიშვილების დინასტიიდან იყო ისიც, რომელიც ცნობილია, რომ 1891 და 2017 წლამდე ის ტაძარში აქ მსახურობდა. აქ ცნობილი სამღვდელოება მსახურობდა, ემოციებით სავსე ვარ, ჯერ კიდე ვერ ვარ გათავისებული თუ უკვე რა შეიქმნა და სადამდე ვივედი და ეხლა მთავარი ეხლა იწყება მსახურება, ვიზდიდება რომ აქ არ შეწყდეს და ჩვენი სულები საცხოვნებელად აქაურების ყველა ქრისტიანების ეს ტაძარი მოღვაწეობდეს და აქ მსახურება გრძელდებოდეს და არ წყდებოდეს. ულოცავ პირველ რიგში ამ სოფლის ისულის მოსახლეობას ძალიან ღირსშესანიშნავ დღეს ეს მოსალოცია მთელი სენაკისთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ვინაიდან დღეს რო იტყვიან აღდგა ისტორიული სამართლიანობა, რადგან გასული საუკუნის დასაწყისში სწორედ ამ ადგილას ყოფი ეკლესია იქნა იმ ალბედით დანგრეული ბოლშევიკების მიერ და დღეს აღდგა ზუსტად ამ ადგილას და იკურთხა უკვე პატრიარქის ტახტის მესახდრე შიოს მიერ, მეუფე შიოს მიერ, რაც ძალიან გვახარებს დღეს ესეთი დიდი სტუმრიანობა, რომელიც არის ამ ადგილას. ჩამოსული არიან სხვადასხვა რეგიონებიდან ჩვენი ქვეყნის, არის სინოდის დიდი ნაწილი დღეს იმყოფებიან და ვფიქრობთ, რომ ძალიან საზეიმო განწყობა აქვს ყველას. აქ შეკრებილები დღევანდელი დღით გამოწვეულ სიხარულზე საუბრობდნენ, ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და სრულიად საქართველოს ამ დღეს ულოცავდნენ. სრულიად საქართველოს ულოცავ ტაძრის კურთხევის დღეს, განსაკუთრებით სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას ულოცავთ, ამ სოფელს ულოცავ, სოფლის თითოეულ მკვიდრს ულოცავ, დიდება უფალს გაიხსნა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი და რომელიც აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ. ჩვენ მოვისმინეთ მისი საოცარი ქადაგება, სულიერად გაძლიერებულები დაუბრუნდებით ჩვენს ეპარქიაში, მე სტუმრად ვიმყოფები დღეს აქ და ძალიან გახარებული ვარ, რამე თუ მე თავად სენაკელი გახლავართ და ყველას გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის გახსნის დღეს. წმინდა ბარბარე მოგეხსენებათ არის განსაკუთრებით ბავშვების მფარველი და ასევე ევედრებიან მას მოულოდნელი გარდაცვალებისგან, რომ დაიცვას ადამიანი. წმინდა ბარბარეს ლოცვით უფალო შეგვიწყალეთ ჩვენ და სრულიად საქართველო. ამინ.
ძალიან დიდი მადლობა ტაძრის მაშენებლებს, ბატონ გოგი გიორგი სალაყაიას, ამ ეს დიდებული ტაძარი ღვთის სადიდებლად ააგო მან და ყველა ვინც მის გვერდით იდგა ამ დიდებულ საქმეში, დიდება ღმერთს. განსაკუთრებული დღეა დღეს სენაკის მუნიციპალიტეტში მე მინდა სენაკში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს მიულოცო დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია რომ სენაკში ახალი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს აშენდა ახალი წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი დღეს ჩვენი მეუფე მიტროპოლიტის ხოროწყოსა და სენაკის მიტროპოლიტმა მეუფეებში ომაკურთხა ტაძარი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სენაკელი მოსახლეობისათვის და სენაკის მრევლისათვის ტაძრის მშენებლობა. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ეპარქიაში კიდევ ერთი ახალი ტაძარი გაიხსნა, ასევე ჩამობრძანდა მეუფე და ეს კიდევ უფრო სასიხარულოა ჩვენთვის. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სოფლისთვის ამ ტაძრის გახსნა. მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გოგის ასეთი კეთილშობილური საქმის გაკეთებისათვის. მეგრულში არსებობს ასეთი კარგი სიტყვა ოდაბადე და ეს მიცით ოდაბადე ნიშნავს დაბადების ადგილს. ეს არის ბატონი გოგის წინაპრების დაბადების ადგილი და იმ ადგილას რომ მისი შთამომავალი აშენებს ეკლესიას და სოფელს უტოვებს ასეთ საუკეთესო საჩუქრას, ეს ნამდვილად მადლობის ღირსია, ღირსშესანიშნავია და იმედი მაქვს რომ ახალგაზრდები გაიზრდებიან ამ სოფელში და ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებენ და მიბაძავენ ბატონ გოგის. მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმეს. მადლობა სულთის საპატრიარქოს. უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის. პირველ რიგში მეუფეშიოს, ჩვენ სამღვდელოებას, ღმერთმა აი ნამდვილად ასეთი სასიხარულო ამბავი არ მოუშალოს ჩვენ სოფელს. ჩვენ საქართველოს, ჩვენ საპატრიარქოს უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის. მეუფეშიოს ნამდვილად მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა დღეს სოფლისთვის. აღფრთოვანებული ვართ ყველანი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ასეთი სასიხარულო ამბავი გიმრავლოთ ღმერთმა. წმინდა ბარბარეს მფარველობა არ მოაკლოს ჩვენ სოფელს, ჩვენ საქართველოს და სრულიად საპატრიარქოს ღმერთმა.